კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და დაძაბულობის ახალი კერა რეგიონში აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით მას შემდეგ დახურა, რაც ირანიდან გაშვებული რამდენიმე დრონი მის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობას დაეჯახა, მეორე კი სოფელ შაქარაბადში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეშვა. შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ასევე დაზიანდა აეროპორტის შენობა. ფასებთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი დროებითი კომისია დისტრიბუტორ იმპორტიორებს შეხვდა. შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებმა მათ წინაშე არსებული გამოწვევები დაასახელეს. მათ შორის არის მარკეტინგული ხარჯები, რომელიც მათივე თქმით წლიდან წლამდე მზარდია და ის ფასნამატშიც აისახება. ასევე დასახელდა გადახდის ვადების ხანგრძლივობა. მათივე თქმით ფასების ზრდაზე გავლენას ახდენს გარე ფაქტორებიც, რომლებიც ძირითადად ნედლეულის ფასის ზრდაში გამოიხატება. კომისიის ხდომაზე განიხილეს სომხეთისა და საქართველოს ბაზარს შორის განსხვავებებიც. აღსანიშნავია, რომ კომისია უკვე შეხვდა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს, საცალო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრას უკვე მომავალში აანონსებენ. სტიქიური მოვლენების რისკის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ ახალი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც სტიქიის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღებას ან სტიქიის შედეგად მოსალოდნელი ზიანის შემცირებას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელონ, მათ შორის ნაპირსამაგრის ამუშავოების, ანიაყვრეს სისტემის მოწყობა და ფერდობების გამაგრება. პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარამდე გამოიყოფა. შავი ზღვის ეკოსისტემისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხე პლასმასის დაბინძურება სახელდება. სპეციალისტების შეფასებით განსაკუთრებით პრობლემურია ის ნარჩენები, რომლებიც მდინარეების ადიდების დროს ზღვაში ხვდება და ბიომრავალფეროვნებას საფრთხეს უქმნის. პლასმასის დაბინძურების შემცირების საკითხზე ჩატარებული კვლევის მეორე ნაწილის განხილვა მსოფლიო ბანკის პროგრამის შავი ზღვის გალურჯება ფარგლებში უკვე გაიმართა. კვლევის ავტორების შეფასებით საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება პლასმასის დაბინძურების წინააღმდეგ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის მიმართულებით. თაფლის ექსპორტის ხელშეწყობა, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება, პროდუქციის ხარისხის კონტროლი და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა. ეს საკითხები განიხილეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეფუტკრეობის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფო პროგრამებზე, ფერმერთა საჭიროებებსა და დარგთან დაკავშირებულ საკანონმდებლო საკითხებზე. სამინისტროში ამბობენ, რომ მეფუტკრეობის სექტორში არსებობს მნიშვნელოვანი სისტემური საკითხები, რომლებიც საჭიროებს სამინისტროს აქტიურ ჩართულობას. ამასთან იგეგმება სამუშაო პლატფორმის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება დარგისთვის პრიორიტეტული საკითხების შეთანხმება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin 2026-ში მონაწილეობს. ღონისძიებაში 15-მდე ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარმოდგენილი. გამოფენაზე ვიზიტორები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს ეცნობიან და ქართული ღვინის დაგემოვნებაც შეუძლიათ. კერძო სექტორი კი გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობასა და ერთობლივ ტურისტულ პაკეტებზე მოლაპარაკებებს მართავს. ITB Berlin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა. წელს მას დაახლოებით 100,000 ვიზიტორი ესწრება და 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5,000-ზე მეტი ორგანიზაციაა წარმოდგენილი. ფოტოგრაფია როგორც ბიზნესი სტაბილურად მზარდი დარგია მთელ მსოფლიოში და მისმა ბრუნვამ სხვადასხვა კვლევის მიხედვით 2025 წელს $48 მილიარდ გადააჭარბა. სექტორის შემოსავლების ზრდა ანავარაუდები მომდევნო წლებშიც. ანალიტიკოსები ელიან, რომ მიმდინარე წელს ფოტოგრაფიიდან მიღებული გლობალური შემოსავლები $60 მილიარდ გადააჭარბებს, 2035 წლისთვის კი $90 მილიარდ მიაღწევს. დარგის ექსპერტების შეფასებით ფოტოგრაფიაზე როგორც სერვისზე მოთხოვნას უმეტესად საჭიროებაზე დაფუძნებული მოთხოვნა განაპირობებს. კერძოდ, ვიზუალური კონტენტი დღეს თითქმის ყველა ბიზნესში აუცილებელია, ელექტრონული კომერციიდან და სოციალური მარკეტინგიდან დაწყებული კორპორატიული ბრენდინგით დასრულებული.